მოკლედ აი ამ სიმფორიუსის ვაჟი არის პროკოპი, რომელსაც ეს 12 წლის აგნია გადაირია ისე მოეწონა და თხოვა მოკლედ ხელი მშობლებს და უნდა რომ აგნია გახდეს მისი ცოლი. და აგნიას გადაწყვეტილი აქვს რომ ღმერთს მიუძღვნას თავისი ცხოვრება. და ესე იგი მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, ვერაფრით ვერ გატეხეს და ერთ-ერთი ვერსიით თავი მოკვეცეს იმ წუთშივე და მეორე ვერსიით გააშიშვლეს და ქუჩაში გამოიყვანეს ეს ბავშვი. როგორც ჩანს იცით ამ ვერსიას უფრო მეტი მომხრე ყავს, იმიტომ რომ მე გაჩვენებთ ხელოვნებაში როგორ აისახა ეს. გამოიყვანეს ქუჩაში, მაგრამ მას ქონია ძალიან გრძელი და ძალიან როგორ ვთქვათ, სქელი, ხშირი თმა. და აი ამ თმით თმას დაუფარავს მისი სხეული და მისი სიშიშვლე. წაიყვანეს ამის შემდეგ აგნია სამეძაო სახლში, რომ ესე იგი შეურაცხყოფა მიეყენებინათ მისთვის და აი გამოცხადებულა ანგელოზი, რომელსაც თეთრი შესამოსლით შეუმოსავს აგნია და ისეთი სინათლე იფრქვეოდა ამ შესამოსლიდან, რომ რა თქმა უნდა მიკარებას ვერავინ ბედობდა და ვინც ნახა ესე იგი ეს ვინც ნახა მისი ეს ბრწყინვალება, ყველამ ადიდა უფალი. ოღონდ არა ამ პროკოპი ამ ესე იგი ამ სიმფრონიუსის ვაჟმა, ხო? რომელსაც ისე უნდა რომ აგნია ცოლად მოიყვანოს და პროკოპი ესე იგი დააპირა რომ აგნიას შეხებოდა და ესე იგი როგორც მოცელელი ისე მკვდარი დაეცა. აბსოლუტურად და სიმფრონიუსმა გაიგო ეს ამბავი, მოვიდა და თხოვა აგნიას რომ მომირჩინეო შვილი, მომირჩინეო და მოურჩინა მართლაც. წამოაყენა და ეს პროკოპი მოექცა. მოექცა, ირწმუნა აგნიასი და კიდევ 160 ადამიანი იყო, ვინც ამ სასწაულს ესწრებოდა და ესენი ყველანი გაქრისტიანდნენ და საბოლოოდ მერე ყველას თავი მოკვეთეს.